საყოველთაო დაზღვევის შესახებ საერთაშორისო ფონდი კურაციო კიდევ ერთ დასკვნას აქვეყნებს. ამჯერად დოკუმენტი 6 თვის პერიოდს მოიცავს. კვლევის შედეგებით ამბულატორიული მომსახურება და მედიკამენტების ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც შეეხება კერძო დაზღვეულთა რაოდენობას. პროგრამის ამოქმედების შემდეგ მაჩვენებელმა 20%-ით დაიწია. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში პროგრამის მუშაობა მხოლოდ ბიუჯეტის გაზრდით იქნება შესაძლებელი. კერძო დაზღვეულთა რაოდენობა 117,000 ადამიანით შემცირდა. საერთაშორისო ფონდ კურაციოს კვლევის მიხედვით ჯანდაცვის დაზღვევის დაფინანსებას დღეს ეს ბენეფიციარები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. ფონდის მიერ მომზადებული დოკუმენტით ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი 2014 წლის 6 თვის მდგომარეობას ასახავს. დასკვნაში ნათქვამია, რომ წლის მეორე ნახევარში კერძო დაზღვეულთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება, რაც საყოველთაო დაზღვევის ხარჯებს გაზრდის. სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა არ იყო ცალსახად მიმართული იმაზე, კერძო დაზღვეულთა რაოდენობა არ შემცირებულა. შეიძლება ითქვას, რომ არაფერი გაკეთებულა ამ კუთხით. კვლევის ამ მონაცემებს არ ეთანხმება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ კერძო დაზღვეულთა რაოდენობა 5%-ით გაზრდილია. ამის დასტურად ჯანდაცვის მინისტრს სადაზღვევო ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის ოფიციალური მონაცემები მოყავს. კითხე ამ სამსახურის ხელმძღვანელს საიდან შეიძლებოდა ყოფილიყო აღებული 117,000, მაგრამ მას უბრალოდ პასუხი არ ჰქონდა ამაზე. ამ დროს ვალიდური ინფორმაცია შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ამ სამსახურში. ანუ ვერანაირად ვერ დავადასტურებ ვერც ჩვენი შიდა კვლევებით, ვერც ოფიციალური მონაცემებით, რომ სექტორი შემცირებულია. უმცირესობა კერძო დაზღვეულთა რაოდენობის შემცირებას საყოველთაო დაზღვევის უარყოფით მხარედ მიიჩნევს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ პროგრამის გაგრძელებისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტის ყოველწლიურად გაზრდა მოუწევს. უმრავლესობაში კი ჯანდაცვის რეფორმის წარუმატებლად წარმოჩენის მცდელობაზე საუბრობენ. დღეს ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი მოქალაქე, რომ მის ჯანმრთელობას სახელმწიფო არ აზროვნებს. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები შემდეგ ტვირთად დააწובה სახელმწიფოს, რომელსაც ამის ატანის რესურსი დღეს არ გააჩნია. კურაციოს კვლევის თანახმად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენცია. დასკვნის მიხედვით წამლების ფასი გასული წლის აპრილთან შედარებით 7%-მდე გაიზარდა. იქ სადაც ნაკლებად გატარდა სახელმწიფოს ჩარევა, ნაკლებად იყო სახელმწიფოს პოლიტიკა ცალსახა იქ ფასების დასახეზეა. ვერანაირად ვერ დავადასტურებ და პირიქით კითხვასაც ვსვამ, რომ რატომ არ იქნა ნახსენებიც კი ამ ექსპერტების მიერ ესეთი მნიშვნელოვანი პროექტი. ცეჰეპატიტის სამკურნალო საშუალებებზე 60%-იანი ფასდაკი. ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები კვლევაში პოზიტიურად არის შეფასებული, თუმცა დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ფასების გაზრდას ვერ შეაჩერებს. არანაირი ნაბიჯი თქვათ ლიბერალიზაციისკენ ფარმაცევტულ სექტორში არ გადადგმულა. ანუ ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა შეზღუდვების დაწესების თვალსაზრისით. კურაციომ ჯანდაცვის სფეროს კვლევა მესამედ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ექსპერტების მოსაზრებებთან ერთად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის შედეგები და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებია გამოყენებული.